ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები თითქოს ჩიხშია აშშ-სა და ირანს შორის. პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც პაკისტანს მიიჩნევს ირანთან მთავარ შუამავლად, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ცნობები ისლამაბადს ორმაგ თამაში ადანაშაულებს. თითქოს და პაკისტანი ირანულ სამხედრო თვითმფრინავებს ავებს აძლევს თავშესაფარს თავის აეროდრომებზე აშშ-ს შესაძლო დარტყმებისგან. პაკისტანი უარყოფს ამ ბრალდებებს. როდესაც კითხეს უნდა გადახედოს თუ არა აშშ-ში პაკისტანის შუამავლობის როლს, ტრამპმა უპასუხა: არა, ისინი შესანიშნავები არიან. ვფიქრობ, პაკისტანელები შესანიშნავები იყვნენ. ჩვენთან ერთად დეტალურად განსახილველად ჰასან პირზადა, გეოპოლიტიკური სტრატეგი და საგარეო პოლიტიკის კონსულტანტი. ახლა ჰასან, რატომ არიან ვაშინგტონიც და ირანიც ასე დაჟინებით, რომ პაკისტანი დარჩეს მთავარ შუამავლად? ამ ცნობების მიუხედავად არსებობს ვარაუდი, რომ ისლამაბადი ორმაგ თამაშს თამაშობს და ირანის მხარეს დგას, მაგრამ ორივე ქვეყანას მაინც სურს, რომ პაკისტანი შუამავლად დარჩეს. როგორ ხსნით ამას? მადლობა, რომ ისევ მიმიწვიეთ, ნიკო. ფიქრობ ასეა, დიპლომატიური გარემო და რისკები ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. და როცა ამ უარყოფით სათაურსა და დისკრედიტაციის კამპანიას მიღმა გაიხედავთ, რომელიც ბოლო 48 საათში პაკისტანის წინააღმდეგ დაიწყო, პაკისტანის ლოგიკა მაინც ძალიან მყარია. როგორც ძალიან სწორად აღნიშნეთ, პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ აღნიშნა, რომ პაკისტანელები შესანიშნავი შუამავლები იყვნენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ მომენტში პაკისტანი შეუცვლელი. ეს არის შეუცვლელი შუამავალი ამ დიპლომატიურ ძალისხმევაში, რომელიც მიმდინარეობს. ვაშინგტონისთვის პაკისტანი წარმოადგენს ერთადერთ სანდო სამხედროებს შორის საკომუნიკაციო და სადაზვერვო არხს თეირანთან. ამ მომენტში სხვა არავინ ხავს, ვისაც ეს არხი ღია აქვს. ირანისთვის კი პაკისტანი მეზობელია, რომელმაც დასავლეთის მაქსიმალური ზეწოლის ტაქტიკებს არ დაუჩოქა. და ეს მათ დიპლომატებს უსაფრთხო სივრცეს უქმნის, რომ მოვიდნენ და მოლაპარაკებები გამართონ შიშის გარეშე, რომ კუთხეში მოაქცელეს. ეხლა გადავიდე ამ ამბავზე, რომელიც მედიაში გაავრცელა CDS Jim Lapottam, ამ ამბის ავტორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ანგარიშის წყაროს განხილვა. მანამდე ის გაათავისუფლეს პრესის საზოგადოებიდან პოლომეთში მასიური რეპორტაჟული შეცდომის გამო. როდესაც განაცხადა, რომ რუსეთმა პოლომეთზე თავდასხმა განახორციელა და ეს თითქმის მსოფლიო ომის დაწყებას გამოიწვია, ამიტომ ფიქრობ, ესეთ მაღალი რისკის დიპლომატიაში ესეთი ანგარიშები ძალიან ფრთხილად უნდა გამიხილებოდეს და მიიღებოდეს, როდესაც ჟურნალისტს, რომელიც ამ ანგარიშებს წარმოადგენს, დადასტურებული უზუსტობების ისტორია აქვს. პაკისტანს უნდა შეეწყო ხელი ორივე მხარის დაახლოებისთვის. მაგრამ ჰასან, თუ ამ მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ არ მოუტანია რეალური გარღვევა, ეხლა უკვე ჩნდება ეს ანგარიშები. ფაქტობრივად პაკისტანმა მედიატორის როლში ვერ გაამართლა. ნიკოლ, ასე ვფიქრობ, რასაც ვხედავ, დიპლომატია იშვიათად არის სპრინტი, ეს მარათონია. ამ რეგიონული ომის კონტექსტში, ამ ომში კონფლიქტის არარსებობა მე წარმატების პირველ ნიშნად მიმაჩნია. პაკისტანმა კვლავ შეინარჩუნა ცეცხლის შეწყვეტა დღედა და ისლამაბადის მოლაპარაკებები გადამწყვეტი იყო აპრილში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისთვის. სანამ გზავნილები ვრცელდება და დიპლომატები დაფრინავენ რაკეტების ნაცვლად, ფიქრობ მედიაცია მუშაობს. და ფიქრობ რეალურ გარღვევას დრო დასჭირდება. პაკისტანმა წარმატებით შეინარჩუნა ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. და ფიქრობ ეს არის მიღწევა, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში არ ქონია. ესე რომ ეს შეიძლება იყოს ბირთვული ომი, რომელსაც პაკისტანი თავიდან აცილებს არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დიპლომატები, რომლებიც აქ რეგიონში დაფრინავენ და არა რაკეტები, ნამდვილად კარგი ამბავია. ეხლა ჰასან, თუნდაც აშშ-ის პრეზიდენტს ენდობოდეს პაკისტანელებს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასე არ ფიქრობს. ბოლო დროს CBS-ის ინტერვიუში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პაკისტანში ოპერატორები სოციალურ მედიაში ბოტ ფერმებს მართავენ, რათა სცადონ ამერიკელი საზოგადოების აზრის манипуლირება ისრაელთან დაკავშირებით. შეგიძლიათ უფრო დეტალურად განმარტოთ ეს და არის თუ არა სიმართლე ამ განცხადებებიდან რომელიმეში? იქ ძალიან პირდაპირ ვიქნები, ეს იყო სტრატეგიული ყურადღების გადატანა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მხრიდან. მან სამიზნე დაიღო ერთადერთი შუამავალი პაკისტანი და მისი ციფრული სანდოობა. ასე ვფიქრობ. ცდელობა იყო ეჭვი შეეტანათ ისლამაბადის ნეიტრალიტეტში და ამას ხედავ როგორც გავრცელებულ ტაქტიკას. როდესაც მესამე მხარე თავს გამორიცხულად გრძნობს სამშვიდობო პროცესიდან და მათი კონკრეტული მიზნები არ ემთხვევა, ისინი სამიზნედ იღებენ შუამავალს. ამიტომ ამას ვთვლი,
პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუს მხრიდან პაკისტანის წინააღმდეგ ძალიან ცუდ ცდელობად. ამ განცხადებებში, რომლებიც CBS-ში გაჟღერდა, არანაირი სიმართლე არ არის. და ვფიქრობ, რომ ASHS-ში საზოგადოებრივი აზრი იცვლება ინფორმაციის რეალური ხელმისაწვდომობის გამო და არა პაკისტანიდან ბოტების გავლენით. ყველას აქვს წვდომა სოციალურ მედიაზე. ამიტომ პაკისტანის დადანაშაულება გლობალურ პოლიტიკურ ტენდენციებში რეალური ცვლილების ახსნის ცდელობაში ცუდი იყო პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მხრიდან. კარგი, ჰასან ტირზადა, მადლობა, რომ დღეს i24 News English-ზე იყავით ჩვენთან ერთად. ვაფასებთ ამას.